მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. გარეთ წვიმს, დილას, ანუ ვიწერ. ვფიქრობ, კაი მომენტია გაშლის ჩაწერისთვის. დღევანდელი გაშლა იქნება შენი, აი ასე რომ ვთქვათ, ხმამაღლა რომ ვთქვათ, საბედისწერო ურთიერთობა, შენი საბედისწერო პარტნიორი, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება შენს ცხოვრებაში, შენს სასიყვარულო სფეროში და რომელთანაც ურთიერთობა ძალიან ბევრ ამას შეცვლის შენში, შენს ცხოვრებაში და იქნება ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეტაპი შენი ცხოვრების და იქნება საბედისწერო. ასეთი გაშლა გვექნება დღეს და მიმოვიხილავთ ხო თუ ვინ არის ეს პარტნიორი, ვიცნობთ, არ ვიცნობთ და კიდევ რაღაც სხვა დეტალები, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, ეს გაშლა არის თქვენთვის. როგორც სულ გვექნება სამი პოზიცია, გვექნება ასეთი მინერალები, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, გელოდებით, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ. მე კი დავიწყებ. აქ დავთოთ. კარგი, დავიწყოთ. დასაწყისში სამი დასტა მაქვს და ვნახოთ, რომელი დასტა იქნება აქ მთავარი წამყვანი პირველ პოზიციასთან. რომელი დასტა იქნება მთავარი წამყვანი პირველ პოზიციის გაშლაში. რომელი? ეს საინტერესოა. კაი, უფრო თქვენ. Okay. ამათ არ უნდათ. არადა ეს დასტები მოვამზადე გაშლაში სამონაწილეოდ, მანამდეც კითხე თუ იმუშავებენ ჩვენთან და ახლა შეიცვალეს ხასიათი. ამ ორ დასტის შორის გადავწყვეტავ. ეს პრინციპში ეს გადავწიოთ. Okay, კაი. ამ დასტით ვიმუშავებ პირველ პოზიციასთან. კარგი. დასაწყისში როგორც სულ, რომ მიხვდეს პირველი პოზიცია რეზონირებს თუ არა მის მიერ არჩეული ვარიანტი მასთან, გავაკეთოთ სიგნიფიკაცია. ზოგადი სიგნიფიკაცია თვითონ პირველი პოზიციის, თვითონ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია. გვაჩვენეთ. ზოგადად. აქ გონი ისტორიას გვეყვებიან და არა პოზიციას გვაჩვენებენ და არა სიგნიფიკაციას გვაჩვენებენ პირველ პოზიციის. ეს პირველი პოზიციის სიგნიფიკაციასთან ზოგად კავშირშია, თუ ეს საერთოდ სხვა ისტორია. მე ვფიქრობ, აქ სიგნიფიკაცია საერთოდ არ გვაჩვენეს. კაი. კიდევ. ეს ახლანდელი. მე ვფიქრობ, რაღაც ახლანდელი ისტორიას გვეყვებიან პირველ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ვიღაც, უმრავლესობისთვის ეს შესაძლოა იყოს მამაკაცი, ვიღაც კონკრეტულ პიროვნებას, ვისთანაც იყო ან ხდება, ან მოხდა, ახალი მომხდარი, ან უკვე მოხდა, რაღაც ესეთი გაურკვეველი სიტუაცია, აგრესიული სიტუაცია, აგრესიულ შეგულისხმობ, რაღაც შეელაპარაკება, ან ისე არ წავიდა სიტუაცია თქვენ როგორც გინდოდათ. და ახლა ნევნელა რაღაც
თქვენში ამ ყველაფერმა გამოიწვია ძალიან ისეთი მღელვარება და ახლა ვფიქრობ ნელ-ნელა სიტუაცია მათ შორის მიდის მშვიდობისკენ, კი, მშვიდობისკენ, ხო? ვისთან როგორ გამოიხატება ეს მშვიდობა, ეს უკვე ცალკე თემაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი უნებათა ღელვა აღარ არის, როგორც იყო მაგალითად. საინტერესოა, რატო გაჩვენებენ ამას პირველ პოზიციის სიგნიფიკაციაში, რადგანაც მინდოდა მენახა ზოგადად პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ზოგადად და აქ აი გვაჩვენეს უფრო მეტად აქ იგრძნობა, რომ არის ისტორია ამ ეტაპზე პირველი პოზიციის. რაღაც აქ ისტორია გვაჩვენეს აი უცნაურია, მაგრამ რაღაც ასეთი ისტორია ახლა პირველ პოზიციის სასწავლო სფეროში მოხდა. ნუ რაღაც დაკიდებული გაურკვეველი სიტუაცია ამ ვიღაც პიროვნებასთან დაკავშირებით, არა დაიხურა, მაგრამ ამ ისტორიამ დატოვა ძალიან დიდი კვალი თქვენს ცხოვრებაში და თქვენზე. კაი. ნუ საინტერესო სიგნიფიკაცია მართლა. ასე არატრადიციულად მიყვებით. გავაგრძელოთ პრინციპში, ხო, ვინც რაღაცნაირად ეს თქვენში იწვევს რაღაც ემოციებს და იწვევს რეზონირებას, მოусმინეთ, ხო? კარგი, ნახოთ მაშინ. Okay. შევცვლი ახლა მე დასტას, თორე რაღაც ეს დასტებმა ძალიან უცნაურად მოიქცეს ეს პირველ პოზიციის მიმართ. აი ეს დასტა ვიღოთ. კარგი. ნახოთ, დავიწყოთ ახლა ჩვენ. გვაჩვენეთ. ნუ როგორც სულ ჩემთვის, რა თქმა უნდა, გენდერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ რა გენდერიც არის თქვენთვის აქტუალური, იმის მიხედვით მოიგეთ ეს ინფორმაცია. მე უმეტესობას იქიდან გამომდინარე ვიცი, რომ აქტუალურია მამაკაცის გენდერი სასწავლო სფეროში, მაგრამ ვიტყვი მამაკაც, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა ამის გამო არ მეწყინოთ და თქვენთვის რა გენდერიც აქტუალურია, იმაზე ფოკუსირდით ერთი სიტყვით. კარგი, ვნახოთ, მაჩვენეთ ის მამაკაცი, ვინც იქნება ესეთი საბედისწერო პირველი პოზიციის სასწავლო სფეროში. ვისთანაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საბედისწერო ურთიერთობა. აი ამ მამაკაცის თავარი კარტი, სიგნიფიკაცია გვაჩვენეთ. ეს მამაკაცი გვაჩვენეთ, თვითონ მისი პერსონალიტი გვაჩვენეთ. როგორი ურთიერთობა საბედისწერო იქნება პირველ პოზიციას ამ მამაკაცთან. კაი, ჯერ რო არ დამავიწყდეს ასე იყოს, თორემ მე კიდე დამავიწყდება. კაი, ამ მამაკაცის სიგნიფიკაცია. ვაუ. ასეთი ძლიერი, ნუ აქ მე მინდა ვთქვა, რომ საოცრად მომხიბვლელი, საოცრად ძლიერი, სექსუალური. ნუ მე ვიტყოდი ეს ადამიანი ისეთი პიროვნებაა, ვინც ატყუებებს ხალხს, ნუ ამ დონემდე. ხო? და სხვათა შორის, ანუ ძალიან ისეთი სტრატეგიულიც არის. რაღაც მომენტებში შესაძლოა მის მომხიბვლელობას იყენებდეს, ხო? ან კარგი გაგებით, ან ცუდი გაგებით, ან ხან ისე, ხან ასე, არ ვიცი, მაგრამ საოცარი მთავარი ამსახველი კარტი ძალიან ძლიერია სულიერად, ფიზიკურად, სულიერად. აი, ძალიან ძლიერი სული აქვს, ეს მასში არის სიმტკიცე, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ ჩაკლავს, ვერ მოღუნავს, ვერ გადაღუნავს მის სულიერ სიმტკიცეს. აი, ძალიან ძლიერი პიროვნება. აი, ამას ვიტყოდი, აქ ძალიან ძლიერი პიროვნება, საოცრად ძლიერი. აი, აქ ვნახოთ ახლა ჩვენ უფრო მისი პერსონალიტი. Okay, ამგენს ავიღებ. რომ ასე იყოს ეს ისტორია ჩვენთან. კიდე მაჩვენეთ აქ მისი პერსონალიტი, გაგრძელება ამ სამი კარტის.
ნუ ეს პიროვნება არ ენდობა არავის. გარკვეული ფუძე, გარკვეული მიზეზი რა თქმა უნდა ამას გააჩნია. ეს არის ის, რომ წარსულში ძალიან ბევრი სიმძიმე გადაიტანა ან მოატყუეს ბევრჯერ, ბევრმა ადამიანმა მოატყუა და დატოვა ისე გულგადეხილი, რის გამოთაც ახლა მისი რწმენა ადამიანების მიმართ ძალიან შელახულია და მას ძალიან უჭირს, რომ საერთოდ ვინმეს ენდოს. ამიტომ უფრო მეტად ენდობა მხოლოდ საკუთარ თავს. თავის გეგმებს, თავის ემოციებს, თავის ფიქრებს, თავის გრძნობებს არავის არ უზიარებს, არ უმხელს და საერთოდ ზოგადად ადამიანებში იკავებს ისეთ როლს, აი არავინ არ იცის და ქურმი ქალის არკანი ამომივიდა. არავინ არ იცის, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რა ხდება მასში. ანუ ასე რომ ვთქვათ, ასეთი როლი მოირგო, ხო? გადაწყვიტა, რომ აი ეს ყველაზე კაი თავდაცვა არის თავდაცვაზე გადასვლა, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ, ხო? საკუთარ თავის დაცვა არის ყველაზე კაი თავდაცვა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმისათვის, რომ არავინ არ მანკინოს მე გული, მე თვითონ ვიქნები ისეთ პოზიციაში, მონადირის პოზიციაში, ასე რომ ვთქვათ, მე თვითონ ვიქნები ის ადამიანი, ვისაც შესაძლოა ვისგანაც შესაძლოა სხვას დაჭირდეს თავდაცვა, რაღაცა ასეთია, ხო? ასეთი ისტორია უფრო მეტად აქ. ძალიან საინტერესოა. ასევე აქ მე იმასაც დავასკვირი, რომ ეს პიროვნება არის საკმაოდ ჯილუტი არის, მაგრამ სინამდვილეში როგორი ხარ? სინამდვილეში. სულქალების ისინი ფემინური ენერგიები როა, სინამდვილეში როგორი ვარ? სინამდვილეში აქ ფემინურ ენერგიებში, სინამდვილეში მასში ძალიან ძლიერია ინტუიცია, სინამდვილეში მასში ძალიან ძლიერია ეს ფლირტის სურვილი, ცხოვრებით ტკბობა, კეკლუცი, სინამდვილეში მას მოსწონს კომფორტული ცხოვრება, სტაბილურობა, აი სინამდვილეში უფრო მეტად რბილი არის და უფრო მეტად ისეთი აი როგორ თქვა სასიამოვნოა სინამდვილეში მისი პერსონალიტი ბევრად ვიდრე როგორცაც აჩვენებს ადამიანებს. უფრო მეტად მზრუნველი შესაძლოა იყოს, პასუხისგებლიანი ვიდრე მოაქვს თავი ადამიანების მიმართ. უფრო მეტად ისეთი ლაღი მომენტებში შესაძლოა იყოს, მაგრამ აი სინამდვილეში ეს არის და ასე მის ნაწილს არავის არ აჩვენებს. მომენტში შესაძლოა თვითონაც კი არა უღიარებდეს საკუთარ თავს, ამას გავწევ, რომ რაღაცნაირად ეს ამბები უფრო გამოჩნდეს. ასე, ხო? ასე უფრო ჩანს მგონი. კარგი, პერსონალიტი პრინციპში გასაგებია აქ. ნახოთ ახლა ჩვენ როგორ გამოიყურება ეს პიროვნება, ხო? მისი ვიზუალი ვნახოთ. ამ მამაკაცის გარეგნობაზე გაგვისაუბრებით. ოკეი, კარგი. მისი გარეგნობა, გვაჩვენეთ ამ მამაკაცის გარეგნობა. როგორია თავარი კარტი? ძალიან მიმზიდველი. ისეთია უფრო მეტად. სხვათა შორის, მის ასაკთან შედარებით შესაძლოა ახალგაზრდურად გამოიყურებოდეს, ან ზოგადად ბიოლოგიური ასაკი ჰქონდეს ისეთი, კიდევ უფრო გაძლიერდა წვიმა გარეთ. მისი ასაკი უფრო ისეთი, ან ბიოლოგიურად ახალგაზრდა ასაკშია, ან უბრალოდ არ შეესაბამება მისი ვიზუალი მის გარეგნობას, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად ახალგაზრდურად და ფრეშად გამოიყურება. ასევე სპორტიულადაც შესაძლოა გამოიყურებოდეს აქ და საერთოდ ძალიან ისეთი, აი, რომ შეხედავ ამ ადამიანს, აი ეგრევე იგრძნობს რაღაც ცხოვრების ენერგიას, აი რაღაც ასეთი გარეგნობა, მიმზიდველი და ამავდროულად სექსუალურობაც არის აქ, იმიტომ რომ მისი შინაგანი სამყარო ძალიან ისეთია საინტერესო და მაგნიტური. გარეგნობაზე წაისახება, რა თქმა უნდა ეს, ხო? გარეგნობაზე მეც არაფერს არ ვეკითხ, რომ დრო არ დავკარგოთ და ამიტომ გადავალ აქ. როგორი ისეთი ურთიერთობა გექნებათ ამ პიროვნებასთან? საბედისწერო. ვაუ! ძალიან საინტერესოა.
მე ვიტყოდი აქ ამ ადამიანთან ურთიერთობა აი თქვენთვის არის ძალიან განსხვავებული, იქნება ძალიან განსხვავებული. ისეთი ურთიერთობა იქნება, რომელიც აი როგორ თქვა, აღადგენთ საკუთარ თავს და აღგადგენთ. აი უეცრად, რომ შესაძლოა გრძნობდეთ თავს უენერგიოდ, რაღაც мотиваციის გარეშე, არაფერს აზრი არ აქვს და ამ ადამიანთან ეს ადამიანი იქნება ის პიროვნება, ვინც თქვენ გავსებთ, ვინც თქვენ გაძლევთ რაღაც საციცოცხლო ენერგიას თქვენთვის, ვისაც გადაყავხართ საერთოდ ახალ საფეხურზე თქვენი ცხოვრების, აი მაგრამ აქ მე ვერ ვგრძნობ რაღაც დეპრესიულობას და სიმძიმეს. აქ ეს არის აბსოლუტურად თქვენთვის სასიამოვნო, დრაივული და სათავგადასავლოც კი. ესთია. ხო? კარგი. რატომ არის ეს ურთიერთობა ასეთი საბედისწერო სინამდვილეში პირველი პოზიციისთვის? იმიტომ რომ აბსოლუტურად ახალ ჰორიზონტებზე გაყავხართ ამ ურთიერთობას. ვიღაცამ შესაძლოა ადგილმდებარეობა შეიცვალოს, ვიღაცამ აი როგორ თქვა, სამეგობრო წრე შეიცვალოს. აი ბევრი ადამიანი აქ რაღაცას საერთოდ ახალს აღმოაჩენს მის ცხოვრებაში და ასევე ბევრი ახალი ნაცნობობები, ახალი კონტაქტები, ბევრი ახალი ინფორმაცია, ბევრ ცვლილებებს მოგიტანთ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ამიტომაც არის საბედისწერო, რომ საერთოდ ბევრ რაღაცას შეცვლის და შემოიტანს და შემოიყვანს საერთოდ სხვა პერსპექტივებს, სხვა ადამიანებს, ახალ ადამიანებს, საინტერესო იდეებს, საინტერესო პროექტებს თქვენს ცხოვრებაში და ამიტომაც არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საბედისწერო თქვენთვის პირადად. კარგი. როგორ იგრძნობს ამ ურთიერთობაში პირველი პოზიცია თავს? აი ამ ადამიანთან ურთიერთობაში როგორ იგრძნობს თავს? ეს რა არის? ხან ისე და ხან ასე თუ პირიქით. აქ არის აი როგორი მომენტიცი, ემოციურად ხანდახან აქ შესაძლოა შემოგიტიოთ თქვენმა განცდებმა და გრძნობებმა და დაიწყოთ ბევრი ფიქრი. მომენტებში შესაძლოა არ იყოთ დარწმუნებული თქვენს გრძნობებში, იყოთ ამ ურთიერთობაში, არ იყოთ ამ ურთიერთობაში, მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება მიჩნდება, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია პირველი პოზიციის შიშება. კი, აქ ეს ყველა განცდა გამოწვეულია პირველი პოზიციის შიშებით და ტრამვებით. აქ ეს ურთიერთობა ამოიყვანს ზემოთ თქვენს ტრამვებს, შიშებს, შფოთვებს და ამაზე გამუშავებთ. ეს ურთიერთობა, ასე რომ ვთქვათ, დაგეხმარებათ თქვენ, რომ თქვენ იმუშაოთ საკუთარ თავზე და საკუთარ ტრამვებზე. მე მგონი ეს კატა შემოდის. ფანჯერაშიც თილობს რომ შემოვიდა ეს. კი, ერთი წუთით გავახებ. დავბრუნდი. ხო, ესე იგი, ეს ურთიერთობა პირველ პოზიციას დაეხმარება, რომ თქვენ იმუშაოთ თქვენ შიშებზე და ტრამვებზე, რაც გქონდათ და რაც დაგაქვთ დღემდე თქვენს გულში. ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი ასევე. კარგი. თავარი კითხვა. ამ პიროვნებას პირველი პოზიცია მის ცხოვრების ამ ეტაპს იცნობს თუ ჯერ არ იცნობს? რადგანაც საჯაროა ეს გაშლა, ხო, აქ შესაძლოა ვიღაცებთან რაღაც ზოგ ადამიანებთან ეს სიტუაცია იყოს ისე, რომ იცნობდეთ. მაგრამ უმრავლესობისთვის ეს არის ის ადამიანი, ვისაც თქვენ ჯერ არ იცნობთ, ხო? უმრავლესობისთვის. მაშინ მალე გაიცნობს? კი, მალე გაიცნობთ, უბრალოდ ამას დაჭირდება რაღაც გარკვეული დრო, ხო? ხვალდასაკ შეიძლება არა, არამედ რამოდენიმე ხანში, მაგალითად ამ ზაფხულში, სანამ ჯერ ზაფხულია, თუ ამ შემოდგომას, თუ კიდევ მერე. შემოდგომა და მერე. შემოდგომიდან დაწყებული, გაგრძელებული, ხო? უმრავლესობისთვის იქნება ასე ეს. კარგი, მაშინ რჩევა თქვენ აი ამ ადამიანთან დაკავშირებით. რჩევა თქვენ. იყავით ყურადღებით, რომ არ გამოტოვოთ ნიშანი ამ ადამიანის სახით, რომ არ გამოტოვოთ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებიდან, ასე რომ ვთქვათ, და ზუსტად აი
თქვენი წარსული ისტორიები შესაძლოა ეს პიროვნება, ვინც აქ გამოგვივიდა ხო თქვენს სიგნიფიკაციაში. გიშლიდეთ ხელს იმაში, რომ დატკბეთ აწმყოთი, რომ გაიხედოთ წინ, გქონდეთ ისევ იმედი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენს საკუთარ თავში თქვენ თვითონ ჩადოთ თქვენი სიყვარული საკუთარ თავის მიმართ. სიყვარული საკუთარ ცხოვრების მიმართ, საქმის მიმართ, სხეულის მიმართ. იპოვოთ ისეთი საქმიანობა ან ჰობი ან ისეთი რაღაცებით დაკავდეთ, რაც აგავსებთ ემოციებით, გრძნობებით, დადებით გულისწყობ, რაც დაგეხმარებათ, რომ აი ამ სიტუაციებიდან წარსულზე ფოკუსი გადართოთ ახლანდელ დროზე. და უფრო იმედიანად იყოთ განწყობილები, უფრო მეტად ისიამოვნოთ თქვენი ცხოვრებით და ასიამოვნოთ საკუთარ თავსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ აი ასეთი პიროვნება შემოუშვათ თქვენ ცხოვრებაში. დასაწყისისთვის უნდა გავუშვათ წარსული, რასაც ვეპოტინებით, რაც არ გვაძლევს განვითარების შესაძლებლობას. ეს არის საფრჩევა. ასეთი საინტერესო ინფორმაცია იყო პირველი პოზიციისთვის, ვისაც მოგეწონათ ეს გაშლა, აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ უფრო ბევრმა ადამიანმა მოისმინოს ეს გაშლები, რამაც შესაძლოა დაეხმაროს ადამიანს ხო მომენტში. ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ, დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი უკავშირი და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. მივესალმები ყველას, ვინც აირჩია მეორე პოზიცია და ვნახოთ დასაწყისისთვის მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია ზოგადად. მეორე პოზიციის ზოგადი სიგნიფიკაცია, თვითონ მეორე პოზიციის ზოგადი სიგნიფიკაცია ეს იმისათვის, რომ მიხვდეთ თქვენი პოზიცია არის ეს თუ არა, ზოგადად მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია. ზოგადად მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია არის ის, რომ მეორე პოზიცია ძალიან სიღრმისეული ადამიანია, ძალიან სენსიტიური, მგრძნობიარე. მეორე პოზიცია გრძნობს ყველაფერს. ასევე შესაძლოა მეორე პოზიციას ჰქონდეს ხილვები, სიზმრების მეშვეობით, ინტუიცია აქვს ძალიან ძლიერი. ანუ მეორე პოზიცია ყველაფერს გრძნობს, აი გრძნობის დონეზე ძალიან კარგი შემგრძნობის უნარი გაქვთ ენერგიების. ემოციების, სიტყვების გარეშე, მეორე პოზიცია ძალიან დაკვირვებულია, აუჩქარებელია, გრძნობებშიც, მოვლენებთან დაკავშირებით, ხო, თქვენ აი თითქოს თვალს ადევნებთ სიტუაციებს, ელოდებით, უყურებთ, აკვირდებით და შემდეგ უკვე შესაძლოა რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოთ. ასევე სტაბილურები ხართ თქვენს შეხედულებებში, თქვენს გრძნობებში. მაგრამ მეორე პოზიციას ძალიან ბევრი ტკივილი აქვს გამოვლილი. თქვენი გული არაერთხელ დაიჭრა. ან იმ ადამიანმა დაგტოვათ რა ცოტა ისეთი ნათქვამია, დაგისრულდათ ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვინც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამანაც, რა თქმა უნდა, დიდი ზეგავლენა მოახდინა თქვენზე, ამიტომ აქ ასევე შესაძლოა იყოს იმის ფაქტი, რომ მეორე პოზიციას უჭირდეს ადამიანებზე გულის გადახსნა, ემოციების ჩვენება, ნდობა, აი ეს შესაძლოა ისე უჭირდეს მეორე პოზიციას. ზოგთან შესაძლოა ეს ენერგიები იყოს გამოვლინებული იმ სახით, რომ აი მეორე პოზიციას უჭირს საკუთარ გრძნობებთან კონექტის პოვნა, საკუთარ შეგრძნებებთან დაკავშირება, საკუთარ თავთან დაბრუნება, ინტუიციის მოსმენა, შესაძლოა უჭირდეს ეს, ხო, გარკვეული მოვლენების გამო. ასე რომ ასეთ სიგნიფიკაცია აქვს მეორე პოზიციას, ვისთვისაც რეზონირებს და ეს ინფორმაცია მოდის ახლოს, უსმენთ. კარგი, ვნახოთ, გვაჩვენეთ ის მამაკაცი, ის პიროვნება, ვინც არის ესეთი მეორე პოზიციისთვის და მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროსთვის საბედისწერო მამაკაცი. მის წასად გადმომივარდა კარტი და ეს არის ხმლების რაინდი. ვაი ხმლების რაინდი თან აი ზუსტად ამ პოზიციაში გადმოვარდა და დავარდა. გადატრიალებული ხმლების რაინდი. ნუ ნახოთ ახლა ზუსტად. მაჩვენეთ იმ მამაკაცის სიგნიფიკაცია, ვინც არის მეორე პოზიციის საბედისწერო მამაკაცი მის სიყვარულო სფეროში, აი ასე. ხო, ვრცლად მაჩვენეთ.
ხმლები არის მასში აშკარად აქ. ძალიან ხმლები მასში არის რა კუთხით განათლებული და დედოფლის Queen of Swords, ხმლების დედოფალი. ძალიან ინტელექტუალური პიროვნება გაქვთ რა, ყავთ. გეყოლებათ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში საბედისწერო პარტნიორად ძალიან ინტელექტუალური ადამიანია, განვითარებული, განათლებული, ანუ ყველა საკითხზე რო დაელაპარაკები, ის არის ძალიან მკვეთრად გამოხატული მასში. თუმცა და ასევე ისიც რომ მრავალფეროვანი, მრავალმხრივი, საინტერესო აი ადამიანში არის ბევრნაირი ელფერი, ბევრნაირი მხარე აქვს ადამიანს, ხო არ არის ის რომ მაგალითად მოსაწყენი იყოს და სულ ერთ და იგივე თემაზე მელაპარაკება და საერთოდ მომწყინდა რა. არა, ანუ ამ ადამიანს იარლინგს ვერ მიარტყამთ. იმდენნაირია და ისეთი საინტერესოა. ეს არის ძალიან ისეთი მკვეთრად გამოკვეთილი, რასაც გრძნობ მე აქ. ასევე. მაგრამ აქ არის ერთი სირთულე მისთვის, უჭირს ემოციები ძალიან, ემოციების გამოხატვა. ხო, ემოციების ჩვენება უჭირს, ემოციებმა, აი როგორ თქვა, ემოციებმა რომ გაიტაცოს, ეს მისთვის შეუძლებელია, იმიტომ რომ მუდმივად სულ აკონტროლებს გრძნობებს, მუდმივად სულ რაღაც აკონტროლებს და უჭირს საკუთარ თავთან კონექტის დამყარება. იმიტომ რომ ძალიან ისე პრაქტიკული და მატერიალური ადამიანია. პრაქტიკული და ისეთი სტრატეგიული. და მისთვის ეს გრძნობები, რაღაცა რთულია. ეს ყველაფერი მისთვის. და ცოტა სხვა სამყაროდანაც შესაძლოა იყოს ეს ყველაფერი მისთვის, ხო? აი ასეთი პიროვნება არის აქ. და გადატრიალებული რო ამომივარდა, ანუ ეს არ არის ხლების რაინდი თუ პირიქით. არის საკმაოდ ჯიუტია. კი, საკმაოდ ჯიუტი. სულ სწრაფი ჯიუტი. მე ვიტყოდი, ხო. ეს ხმლების რაინდის თვისებები მინუსში აქვს. პლუსშიც აქვს, მაგრამ მინუსიც ბევრი აქვს. პლუსშიც აქვს ხმლების რაინდის თვისება ის, რომ მაგალითად სულ ცდილობს რაღაც იპოვოს ინფორმაცია. შესაძლოა სხვების საწინააღმდეგოდაც წავიდეს, ხო, სოციუმის საწინააღმდეგოდ, სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ წავიდეს, იმიტომ რომ იპოვოს მისთვის რა არის, აი, როგორ თქვა, რა არის ის, რაც მას უღირს, რა არის ის, რაც მართლა მნიშვნელოვანია, ხო? და ამისთვის მას შეუძლია დაარღვიოს რაღაც ისეთი სტერეოტიპები, ნორმები, რაც სოციუმში მაგალითად აი ეს ასია და მურჩა, ხო? ძალიან საინტერესო პიროვნება, მინდა გითხრათ. კარგი, ნახოთ, როგორი ურთიერთობა გექნებათ აი ამ პიროვნებასთან, ხო? როგორი ურთიერთობა გექნებათ ამ პიროვნებასთან და რატომ არის ეს ურთიერთობა და ეს პიროვნება თქვენთვის საბედისწერო? როგორი ურთიერთობა გექნებათ? ვაუ! ძალიან მე ვიტყოდი, ძალიან პარტნიორული ურთიერთობა გექნებათ ამ პიროვნებასთან. ვიღაცამ შესაძლოა გააოფიციალუროს ფორმატი კიდეც, ხო, ასეც ვიტყვი. ურთიერთობა, სადაც თქვენ გეხმარებიან, სადაც თქვენ ეხმარებით, სადაც თქვენც ვითარდებით, ის ადამიანიც ვითარდება და არის პარტნიორობა. არის რაღაც იდილია და ბალანსი, ხო? ბუნებრივია აქამდე სულ ჭირდება დრო რომ მივიდეს ორი ადამიანი, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ ურთიერთობა, სადაც არის სიმართლე და სამართლიანობა, ურთიერთობა, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ რა, კომუნიკაცია არის მაღალ დონეზე ამ ურთიერთობაში. კომუნიკაცია, ისეთი კარგი, კონსტრუქციული, კორექტული კომუნიკაცია. აი ძალიან კარგი, აი არ ვიცი რა, ძალიან ისეთი პარტნიორული ურთიერთობა. არასტანდარტული, მე ვიტყოდი, არასტანდარტული ურთიერთობა. არასტანდარტული ურთიერთობა და ასევე არის ის მომენტიც, რომ რომელიღაც მომენტში შესაძლოა იყოთ მსხვერპლი, ხო? ბუნებრივია ურთიერთობებში სულ ხშირ შემთხვევაში ვიღაც არის მსხვერპლი და მეორე კიდევ პირიქით, ხო, ისეთი წამყვანი, ასე რომ ვთქვათ. ქართულად დამავიწყდა, რა ქვია მაგ ტერმინს, როდესაც ერთ-ერთი არის ურთიერთობაში მსხვერპლი, ხო, რომ მეორე არის ის პიროვნება, ვისაც მიყავს პარადი, ასე რომ ვთქვათ, ხო?
ასე ეს ორი როლი ერთმანეთში იცვლება ხოლმე. ადამიანები ხან ამ როლში არიან, ხან გადადიან მეორეში და ასე მიმდინარეობს, ხო? ზოგი სტაბილურად არის მსხვერპლის როლში. აი აქ მომენტებში შესაძლოა ვიღაცის ინტერესები ხანდახან ირღვეოდეს. ან ისე ხდებოდეს, რომ თქვენ ვერ იკავებდეთ, ან თქვენ ან ის თავის საზღვრებს კორექტულად. და იმის გამო, რომ აი ზედმეტად გებინდებათ საზღვრები და მეორე ადამიანში გადადიხართ სიყვარულის და ემოციების გამო, თქვენი საზღვრები ქრება, რის გამოთაც თქვენ ხდებით ზედმეტად დამოკიდებული მასზე და მომენტში ყველაფერზე ხართ თანახმა, ლიჟბი აი ის მას კონდეს და ის და საკუთარ თავზე აღარ ვფიქრობთ, ხო? რაც იწვევს მსხვერპლის როლს. თუმცა აქვე ისიც შემიძლია ვთქვა, რომ აქ უფრო მაინც უფრო მსხვერპლის როლში და უმეტესობისთვის აქ ქალი იქნება მსხვერპლის როლში, ხო? არის ამის ალბათობა აქ. და მე ვფიქრობ ზუსტად ამ ურთიერთობაში ისწავლით იმას, რომ აი ხო, ზუსტად ამ ურთიერთობაში იპოვით იმ ოქროს შუალედს, სადაც აი როგორ თქვა, მიაქცევთ საკუთარ თავს ყურადღებას და იგრძნობთ, რომ კი, სხვაზე რა თქმა უნდა, სხვასაც უნდა გავუზიაროთ ჩვენი სითბო, ემოციები, ყურადღება, დავუთმოთ დრო, მაგრამ ეს უნდა იყოს ბალანსირებული, ისე რომ საკუთარი თავიც არ გვავიწყდებოდეს. აი ამ ურთიერთობაში ამას ისწავლით, თუ აქამდე მაგალითად ეს თემა გიჭირდათ. კარგი. ნახოთ, რატომ არის ეს ურთიერთობა ასეთი საბედისწერო. ვაუ! მეგობრებო, 3 უმაღლესი არკანი არის აქ. საოცარია, აქ ეს ურთიერთობა არის საბედისწერო, იმიტომ რომ საერთოდ ახალ სულიერების, განვითარების გზაზე გადაყავხართ ამ ურთიერთობას. მე ვფიქრობ, აქ ისიც არის, რომ აი ვისაც რაღაც ახალი ოცნებები გექმნებათ. ოცნების ასრულებაც კი შესაძლოა მოყვეს აი ამ ადამიანს. ან აი ეს ადამიანი არის, მე ვიტყოდი, კოდი და ნახეთ. კოდი არის ეს ადამიანი თქვენს საკუთარ სიძლიერესთან, თქვენს საკუთარ თავთან, აი ეს ადამიანი გეხმარებათ, რომ თქვენ საკუთარ თავში რაღაც გაშიფროთ, გახსნათ, რაც დაგეხმარებათ, რომ ყველა გეშტალტი დაეხუროს, ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში და თქვენში დაიდოს თავის ადგილას. და თქვენ გრძნობთ თავს ზომიერებაში საკუთარ თავთან, ცხოვრების ენერგიასთან, ცხოვრების ნაკადთან. ძალიან მნიშვნელოვანი აქ. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და ურთიერთობა ეს თქვენთვის პირადად, რომ როგორც იქნა, ისეთ ენერგიებში იყოთ საკუთარ თავთან და ცხოვრებაში ისეთ ენერგიებში იყოთ, რაც თქვენ იმსახურებთ. როგორ იგრძნობს ამ ურთიერთობაში მეორე პოზიცია თავს? იგრძნობთ თავს, რომ თქვენ გაქვთ ხარდაჭერა ამ ადამიანის, რომ აი რა სირთულეც არ უნდა იყოს ეს ადამიანი თქვენს გვერდით არის მომენტში შესაძლოა ამ ადამიანმა დაგეხმაროთ ან რჩევით, ხო, მაგალითად ისეც რჩევა მოგცეთ, რაც ძალიან დაგეხმარება, ან უბრალოდ თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ეს ადამიანი გეხმარებოდეთ. შესაძლოა მას მიუწვდებოდეს ხელი ისეთ რაღაც სახელმწიფო სტრუქტურებთან, რაც თქვენ დაგეხმარებათ, ხო, საბუთები მაგალითად. არ ვიცი ვისთვის რა, მაგრამ ესეც შესაძლოა იყოს აქ. თავარი აქ, როგორც იგრძნობთ თქვენ თავს, აქ არის ის, რომ თქვენ გრძნობთ თავს, რომ მე არა ვარ მარტო ამ ყველაფერში, რომ მე მყავს მხარდაჭერა. აი რაღაც რა ქვია ამას? მე დამავიწყდა ეგ სიტყვა, აი როგბალელში ყოფენ რა. ხო, აი როგბალელში ყოფენ ადამიანები, და ამ შემთხვევაში ადამიანი გბალელში ყოფთ თქვენ და თქვენ გრძნობთ, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება, რაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მე მხარს მიჭერს, ჩემთან არის, გვერდით არის, აი ეს არის მთავარი. კიდევ როგორ იგრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში? აქ მომენტებში თქვენი შიშებიც გაიღვიძებს, თქვენი კომპლექსები, შიშები, რაღაც სუბიექტური შეხედულებები გაიღვიძებს, ბევრი რაღაც იქნება, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობაში და სულ ერთნაირად ვერ იგრძნობთ თავს ურთიერთობაში და ეს ყველამ ვიცით.
მაგრამ აქ იქნება ესეთი მომენტები, რომ რაღაცები ეს ურთიერთობა აღმოაცენებს თქვენში თქვენს შფოთვებს და შიშებს. რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ ეს ყველაფერი გაუშვოთ და საერთოდ მოდუნდეთ და დაატკბეთ და ის სიამოვნოთ. კარგი, ეს მამაკაცი იცნობთ უკვე ამ მამაკაცს თუ არ იცნობთ? რადგანაც ეს გაშლა არის საჯარო, ზოგი 50-50 არის აქ. ზოგი იცნობს, ზოგი არ იცნობს. გარიგნობა ამ მამაკაცის. დედოფლის არკანი. ფემინურ ენერგიებში არის პერსონა. გარეგნობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩაცმულობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ხარისხი, ტანსაცმლის ხარისხი, როგორ აქვს პრიჩოსკა, რა აცვია, ზანტი მიმოხრა, მაგრამ აი ძალიან ლამაზი ვიზუალი. ლამის შემიძლია თქვა ქალივით, აი ფემინური ნაკვთებით შესაძლოა ჰქონდეს მას. ასეთი გარეგნობა აქვს, ამიტომ ვიკითხე გარეგნობას, რომ თუ ვინმე რაღაც გრძნობთ, რომ აი უეჭველი ვიცნობ და ვისაც ვიცნობ იმაზე საუბარი, მაშინ ხო. გარეგნობაც ეგ არის. კარგი, ნუ რჩევა აქვს მესამე მეთქი, მეორე პოზიციაში რჩევა აქვს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. იცით რა, რჩევა აქ არის მიეცით ამ მამაკაცს შესაძლებლობა, რომ გამოიჩინოს საკუთარი თავი. და რომ იცეს, ხო, რომ აი ამ სიტუაციას რაღაც მიენდოთ. და თქვენც რჩაერთოთ ამ სიტუაციაში და ის დადებითი, რაც შეუძლია ამ სიტუაციას რომ მოგცეთ, რომ მიიღოთ მაქსიმუმად. და არ კრათ ხელი. ამ ინფორმაციას, რაც შეგვიძლია მამაკაცს რომ მოგაწოდოთ, ამ შესაძლებლობებს. არ შეუშინდეთ ამას. ასეთი ინფორმაცია იყო აქ მეორე პოზიციისთვის, ვისაც მოგეწონათ ეს გაშლა აუცილებლად დალაიქეთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი. ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა ნახოს გაშლები და უფრო ბევრი გავხდეთ და ერთად დავხმაროთ ერთმანეთს გაშლების მეშვეობით, ხოლო მსურველებს გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. მივესალმები მესამე პოზიციას და ჩვეულებრივ ვნახოთ მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია. დაპაუზება. ხო, ვნახოთ მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია, რომ მიხვდეს მესამე პოზიცია. მისი პოზიცია ერთია თუ არა, რეზონირებს თუ არა. მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ზოგადად, ხო? ზოგადად სიმბოლეში მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია. ნახოთ. ხო? ვაუ. მესამე პოზიცია ძალიან საინტერესო პიროვნება არის. მას იზიდავს ტრანსფორმაციები. მესამე პოზიცია სულ ეძებს პასუხებს. მუდმივ პასუხების ძიებაშია. მუდმივ რაღაც არაპროგნოზირებად სიტუაციებში შესაძლოა იმყოფებოდეს სამყაროსთან და საკუთარ თავთან. ეს შინაგანი ძიება, რომელიც ფენიქსივით აქვს მესამე პოზიცია, სულ რაღაცას ასრულებს, სულ იცვლის ამპლუას, სულ იცვლის როლებს, სულ მუდმივად ვითარდება, ანუ მას არ აქვს ერთი სახე. მესამე პოზიცია მუდმივ ცვლილებებშია, მუდმივ განვითარებებშია და მუდმივ კრიზისებში და ტრანსფორმაციებში. ეს არ არის მარტივი. მესამე პოზიციას ძალიან ბევრი აქვს ზურგს უკან, ბევრი ტკენა, ბევრი ტკივილი, ბევრი შინაგანი ტრანსფორმაცია, რაც მისთვის იყო ძალიან რთული. მაგრამ მიუხედავად ამისა, მესამე პოზიცია მე შემიძლია თქვა, აქ არის რაღაც ისეთი უშიშარი. თამამი და მიუხედავად ყველა ტკივილისა, ის აგრძელებს ამ გზას იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, კიდევ ახალი ინფორმაციები მიიღოს, უფრო საინტერესო ინფორმაციები მიიღოს და ასევე შესაძლოა სხვებსაც კი დაეხმაროს ამ გამოცდილებებით და ინფორმაციით. ვისთვისაც ეს ინფორმაცია მოდის ახლოს და რეზონირებს, ესე იგი თქვენ აირჩიეთ თქვენი პოზიცია. მე კი დავიწყებ.
ის მამაკაცი, გვაჩვენეთ იმ მამაკაცის სიგნიფიკაცია, ვინც არის ესეთი საბედისწერო მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროში, რადგანაც მასთან ურთიერთობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. გვაჩვენეთ ეს მამაკაცი, მისი პიროვნება გვაჩვენეთ უფრო personality პიროვნება, როგორი ურთიერთობა იქნება აქ მესამე პოზიციას ამ მამაკაცთან და რატომ იქნება ეს ურთიერთობა ასეთი საბედისწერო მესამე პოზიციისთვის. სიგნიფიკაცია. ეს საინტერესოა, მინდა ვთქვა მეორე პოზიციასთანაც რაღაცა ასეთი მამაკაცი ამოვიდა, ხმლების რაინდი. ასეთი უშიშარია თქვენსავით. მე ვიტყოდი აი ძალიან შემართებით არის თუ რაღაც იდეა აქვს, ინტერესი, აი ბეტონსაც კი გაანგრევს. ესეთი პიროვნება არის, აქ არაფერს და არავის არ შეუშინდება. საწინააღმდეგოდ წავა ყველაფრის. ესეთი სწრაფიც შესაძლოა იყოს, ძალიან კარგი ინტელექტუალური უნარებით, ძალიან საინტერესო მოსაუბრე და საერთოდ უშიშარი და ძალიან ჯიუტი. აქ სიჯუტე იგრძნობა. ნახოთ ახლა უფრო მეტად მისი personality. აქ არჩევნის გაკეთებაში შესაძლოა უჭირდეს ამ ადამიანს. მის ცხოვრებაში იყოს რაღაც სულ მუდმივ შესაძლოა გაურებებში და ნახეთ ძირზე დავხედე რაც მაგ დასტაში. გაურებები აქვს ხო ამ ადამიანს მუდმივად ცხოვრებაში. შესაძლოა აი მისი პიროვნებაც კი ისეთია, რომ ასეთიცა, ისეთიცა, ხო რაღაცა ორფეროვნობა შესაძლოა იყოს მასში, რაც უჭირს ამ ყველაფერში იპოვოს ბალანსი, უჭირს რომ მომენტში მიიღოს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ისიც უნდა და ისიც უნდა. აი რაღაც დისბალანსში შესაძლოა იყოს საკუთარ თავთან. ძალიან გავს სასტორის ნიშანს ან ტყუპების ან რაღაცა ასეც. ვისაც უჭირს რაღაც ბალანსის, ჰარმონიის პოვნა საკუთარ თავთან და აი მუდმივად აი ამ რაღაც ღერძზე დადის, რომ რაღაც ჰარმონია იპოვოს, რაც ხო, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. კარგი, კიდევ მისი personality გვაჩვენოთ. ხო ფიქრობ. ხო, ის არ არის მამაკაცი, რომელიც დადგება და რაღაცას ან ვიღაცას დაელოდება. სულ ქმედებაშია. სულ რაღაცეების, ან იდეების გენერირებაშია, ან ფიზიკურ ქმედებაში. ანუ ის არ ელოდება ვინმეს. თვითონ მიყავს სიტუაცია. თუ რამე არ მოწონს, სიტუაციას შეცვლის. ანუ რამეს არ დაჯდება და არ დაელოდება ვიღაცას. ანუ ვიღაცა დაყუყული ტიპი არ არის, ვისაც პანღური ჭირდება, რომ ადგეს და რაღაცა გააკეთოს. ხო, ასეთი ტიპაში არ არის აშკარად. კარგი, გარიგნობა ვიკითხოთ, მისი გარიგნობა მამაკაცის. ხმლების დედოფალი. შემიძლია აქ რა ვთქვა, ცივი ნაკვთები შესაძლოა ჰქონდეს. ფემინური კარტი არის ისევ, ამიტომ ფემინური ენერგია ჰქონდეს, ან თმები ჰქონდეს რაღაც ისეთი, ხო, შესაძლოა, არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც ის ინფორმაცია წამომივიდა და მაგითო გავაშკარო. ხო, რა შეიძლება კიდევ იყოს? რაღაც ისეთი ჩაცმულობა შესაძლოა ჰქონდეს, ცოტა ისეთი ფემინური, ამაყი, ცივი. უფრო რაღაცა აი ასეთი ვიზუალი უფრო მეტად კიდე. სული. ხმლებს არ ცდება მისი ვიზუალი. აქ შესაძლოა ჰქონდეს ისეთი თვალები, სერიფერის თვალები, ან ცივი ტონალობის თვალები, ხო? ცივი ტონალობის თმის ფერი მაგალითად, მაღალი სხვათა შორის და აშკარად აქ ცივი ნაკვთები, ანუ ემოციები მის სახეზე ვერ რთულად წასაკითხი, ან შესაძლოა ვერც კი წაიკითხოთ. მაგრამ აი ძალიან ისეთი ფარშევანგებით მოსწონს ეს ლამაზად ასე ჩაცმა, გაპრანჭვა, მაგრამ ეს ყველაფერი აი როგორ თქვა, ძალიან ცივია. ანუ ამ ყველაფერს უბრალოდ ხედავ. მაგრამ ემოციებს ვერ გრძნობ ამ ყველაფერში, ხო? რაღაცა აი ასეთ სიტუაცია აქვს მის გარეგნობასთან დაკავშირებით. კარგი, როგორი ურთიერთობა გექნებათ, ხო? ვაუ. საინტერესოა. აქ სტაბილური, თუ გულისხმობთ, რომ სტაბილური, მაგრამ აქ არ გამოურიცხავ, რომ ეს ურთიერთობა იყოს რაღაც ისეთი დაფარული.
დაფარული, აი ურთიერთობა არ იყოს გახმაურებული. აი მე და ეს ურთიერთობაში ვართ, ხო? აი ასეთი შესაძლოა არ იყოს აქ. ასევე შესაძლოა იყოს ისეთი ტიპის ურთიერთობა, რაც სოციალურ ნორმებს მომენტში შეიძლება არ მოერგება, ხო? რაღაც ერთმანეთს შესაძლოა მალავდეთ, ფარავდეთ სოციუმის წინაშე, ან ერთმანეთს არანიჭებდეთ რაღაც სტატუსს. აქ არის მომენტი არასტაბილურობისიც კი რაღაც კი გვაქვს ემოციები, მაგრამ აი უფრო ფორმატის აღწერა აქვს, ფორმატის აღწერა აქვს. ხო, რა რაღაც ისეთი ფორმატი, რომ არ არის სტაბილურობა თუ სტატუსი რო არ არის. უფრო სტაბილურობა არ არის. არ არის გარკვეულობა, სტაბილურობა. და ეს იწვევს რაღაც გარკვეულ შესაძლოა სირთულების მომენტს მესამე პოზიციაში. ამ ურთიერთობაში როგორ იგრძნობს თავს მესამე პოზიცია? ძალიან მშვენივრად ამ ურთიერთობაში იგრძნობთ, რომ ეს ურთიერთობა და ამ ადამიანთან ურთიერთობა თქვენთვის არის შანსი. ძალიან ისე ლაღად, სასიამოვნოდ იგრძნობთ თავს. კიდევ როგორ იგრძნობს ამ ურთიერთობაში თავს მესამე პოზიცია? მე ვიტყოდი, აქ თქვენ ბევრ რამეს ისწავლით. ბევრ რამეს ისწავლით ამ ადამიანისგან, ბევრ ახალ რაღაცას ისწავლით, რაც დაგეხმარებათ პირველ რიგში საკუთარ თავთან დაკავშირებით, რომ აღარ იყოთ საკუთარ თავის მიმართ ასეთი უყურადღებოები. არ გულისხმობ ვიზუალზე ყურადღებას, შინაგანი სამყაროს მიმართ უყურადღებობას, ხო? რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ ფიქრებს, გრძნობებს, გეგმებს, ემოციებს, უფრო მეტად იმოქმედოთ თქვენს ცხოვრებაში, ხო, ეს ადამიანი ბევრ რამეს გასწავლით, ასე რომ ვთქვათ. ამ ადამიანთან კომუნიკაცია ბევრ რამეს გასწავლით. რატომ არის ეს ურთიერთობა ასეთი საბედისწერო? ვაუ! იმიტომ რომ აქ ტოტალური ცვლილებები, ბევრ რამეს შეცვლის ეს ურთიერთობა თქვენს ცხოვრებაში. ანუ ბევრ რაღაცას მოიყვანს ქმედებაში ამ ადამიანთან ურთიერთობა. უფრო მეტად გაგაძლიერებთ, უფრო მეტი თავდაჯერებულები გახდებით საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში და უფრო მეტი პერსპექტივები და შესაძლებლობები. თითქოს ეს ადამიანი გიღებთ კარს უფრო მეტი შესაძლებლობებისკენ, უფრო მეტ სილაღისკენ თქვენს ცხოვრებაში, უფრო მეტი დღესასწაული იქნება თქვენს ცხოვრებაში ამ ადამიანთან ერთად. და რა თქმა უნდა, პიროვნული ზრდაც, იმიტომ რომ აქ ტოტალური ახალი ჰორიზონტები, ვიღაცამ შესაძლოა მართლა სადმე გაემგზავროს ამ ადამიანთან ერთად, მაგრამ აი საერთოდ სხვა ჰორიზონტები, სხვა საფეხური ცხოვრების. კარგი, ამ ადამიანს ცნობს უკვე მესამე პოზიცია თუ ჯერ არა? მე ვფიქრობ არა. მე ვფიქრობ უმრავლესობისთვის მაინც ეს არის არა. უმრავლესობა არ იცნობს ამ ადამიანს. კარგი, მალე გაიცნობს ამ ადამიანს. დედოფლის არკანი. კი, მაგრამ დაჭირდება გარკვეული დრო და შრომა. შრომა საკუთარ თავზე. შრომა რაღაც პროექტები თუ გაქვთ, გეგმები თუ გაქვთ, აი ამ ყველაფერს რო გააკეთოთ აქცენტი და იმუშაოთ საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე. ამასობაში ეს ადამიანიც გამოჩნდება. ამას ამბობენ. კარგი, ამ ზაფხულში გამოჩნდება, გაიცნობს ამ ადამიანს ამ ზაფხულში, ამ შემოდგომას, თუ უფრო ზამთარი. მე ვიტყოდი, ამ ზაფხულში უკვე არის პერსპექტივა კონტაქტირების. შესაძლოა რაღაც კომუნიკაცია მოხდეს თქვენ შორის ამ ზაფხულში. კარგი, როგორ მიხვდეს მესამე პოზიციამ, რომ აი ეს მამაკაცი. მიხვდებით, იქნება ეს მამაკაცი როგორც პენტაკლების მეფე, მისი ჰოროსკოპს გულისხმობთ, არა? თუ არ იქნება? არა, რაზე პენტაკლების მეფე. თუ მასში დაინახავს. ანუ თქვენ დაინახავთ მასში პენტაკლების მეფეს, თქვენ დაგაინტერესებთ ეს მამაკაცი. თქვენ დაინახავთ მასში პენტაკლების მეფეს, უფრო ამაზე აქ საუბარი, რომ თვითონ მესამე პოზიცია დაინახავს ამ მამაკაცში პენტაკლების მეფეს და დაგაინტერესებთ. და მე ვიტყოდი, ჩაგრჩებათ აქ გულში და
გირებათ მასთან სტაბილური კონტაქტირება და კომუნიკაცია. კარგი რჩევა მისამე პოზიციას აქვს. მე ვიტყოდი აქ რჩევა იმოქმედეთ. არ გაჩერდეთ, გაგრძელეთ თქვენი გზა და იმოქმედეთ. თუ რამე მოგწონთ, ვინმე მოგწონთ, რაღაც გინდათ, იმოქმედეთ ამ მიმართულებით. ნუ შეუშინდებით. ნუ გაიქცევით. იპოვით თქვენ ამისთვის გზას. ოღონდ რა თქმა უნდა, ეცადეთ რომ ეს გზა არ იყოს მოტყუებით და რაღაც ასეთი, არამედ იყოს ეს გზა სამართლიანი პირველ რიგში საკუთარ თავის მიმართ, სხვების მიმართ და შემდეგ უბრალოდ იპოვით გზას, იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ მოხერხებულები ხართ იმისათვის, რომ მიაღწიოთ სასურველ მიზანს მაგალითად, ხო? ეს არის რჩევა, ამიტომ იოცნებეთ, იმოქმედეთ, არ შეუშინდეთ, წარმატებებს უსურვებ აქ მესამე პოზიციას, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, ვისაც მოგეწონათ გაშლა, დატოვეთ კომენტარი, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. წარმატებებს გისურვებთ ყველას.